სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სოფლად ფერმერები უნალექო ამინდებს ეშურებიან, როგორც ამბობენ უხვი მოსავლის მისაღებად, აგროვადების დაცვაა აუცილებელი. ამ ეტაპზე ძირითადად ხეხილის სხვლა და ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს. აუცილებელი არის გაისხლას ატმები. ეს უნდა მოხდეს იანვარ-თებერვალში, შეიძლება ადრეულ იმაშიც დეკემბერში, იანვარში, ყოველ შემთხვევაში თებერვალში უკვე დამთავრებული უნდა იყოს გასხლა, იმიტომ რომ უკვე თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ვიწყებთ უკვე შეწამლებს სოკოვან დაავადებებზე, ფარიანაზე და სხვადასხვა დაავადებებზე. საჭირო არის გასხლა, გამოტანა, იმიტომ რომ იქ არ გაჩნდეს სოკოვანი დაავადება, როდესაც რჩება ნარჩენი, იქ გასხლული, იქიდან შეიძლება წარმოიქმნას სოკო დაავადება და საჭიროა მისი გამოტანა და დამუშავება. მოვუწოდებ ყველას რომ დროულად გააკეთონ, რომ შეხვდნენ გაზაფხულს კარგად იმ მხრივ რომ შეიწამლოს ატმები, ასევე ვენახიც კარგია რომ გაისხლოს, უკვე დროული არის. და მისი დამუშავება კიდევ არის იმ მხრივ რომ მოხდები ჩატარდეს, დამუშავდეს მიწა. აგროვადებში რომ ჩავეტიოთ, ამისათვის საჭიროა მარტის დასაწყისში უნდა შეიწამლოს უკვე ცისფერი წამლებით. მანამდე კიდე ფარიანაზე კიდე ზეთოვანათი აუცილებლად 20-22 დღით ადრე უნდა შეიწამლოს, რომ ეს სოკოვანი დაავადებები, რა თქმა უნდა, რომ მოისპოს. ყველა რა ვიცი, ახლა ახალი ისინი შემოვიდა ხალხი თუთას აშენებს, ეს ჩანდლერის კაკლებს აშენებს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შეწამლა და ხელის შევლება სჭირდება.